უნდა შემოგვიერთდეს თაკო ჩხეიძე რუბრიკით შენი დრო და ძალიან საახალწლო და ჯადოსნური თემა გველოდება. თაკო დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა თაკო. კარგად. ჩვენს მოგვენატრე და ახალწლამდე დარჩა 3 კვირა და 1 დღე. სულ რაღაც 3 კვირა. ისე მალე მოვიდა ეს დეკემბერი და უკვე წინა საახალწლო ფუსფუსი იწყება ყველგან რომ აი მე ვერ დავეციე დროს, თუმცა დღეს უკვე განწყობა შევიქმენით. გადავწყვიტე რომ თქვენთვისაც განწყობა გადმომეცა საახალწლო. რადგან ისეთი სტუმარი მყავს და ისეთი ლამაზი ნაძვისხე უნდა მოვვრთოთ. პირველ რიგში განწყობას ალბათ გვიქმნის ნაძვისხის დადგმა სახლში. ესე არ არის და აი ყოველ წელს ხოლმე აი ვუყურებთ აი როგორ რა ფერი არის მოდაში, რა ტრენდი არის, ან ნაძვისხე როგორ მოვვრთოთ რა ფერში. რა ეს სუფრა ეს უკვე მერე გადადის. პირველ რიგში ნაძვისხეს და სახლის დეკორაციები, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც აი ძალიან ემზადებიან სახლში ქმნიან რაღაცა ლამაზ დეკორაციებს, სპეციალურად იძენენ, ამბობენ რომ ყოველ წელს თითო ახალი რაღაც მაინც უნდა შემატო შეს დეკორაცია. აკიცი ახლა. ეს რაც გაცვია შენ თვითონ შეიკერე თუ იყიდე? შეძენილი არის და საახალწლოდ მოვემზადე, რადგან თემა გქონდა დღეს ახალი წელი, მეც შესაბამისად ცოტა გავჭყვიალდი და ვერცხლისფერი არის ტრენდში. იცი რა არის ტრენდში და ზოგისთვის მინიმალისტური ნაძვისხე და მორთულობა არის პრიორიტეტში, ზოგისთვის პირიქით ძალიან მრავალფეროვნება და სხვადასხვა ფერის სათამაშოები. ანუ ეს ადამიანზე არის ალბათ, ხო, რა თქმა უნდა და გემოვნებაზე არის დამოკიდებული და ჩემი დღევანდელი სტუმარი სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, განსაკუთრებულად ემზადება დეკორაციისთვის სახლში და ნაძვისხის დადგმისთვის. უკვე მესამე წელია მისი სოციალური ქსელიდან ვგებულობთ რა ტრენდი არის ეხა საახალწლოდ და არ შემეძლო რომ სტუმრად არ მომეწვია და ჩვენ მაყურებლებისთვისაც არ გაგვეზიარებინა მისი რჩევები. მარიამ კუხალაშვილი მოდის ბლოგერი მინდა მოვიწვია სტუდიაში და მასთან ერთად ვისაუბროთ და შემდეგ უკვე მოვხდოთ ნაძვისხე. დილამშვიდობისა. მარიამ დილამშვიდობის. გამარჯობა. წინა საახალწლო სტუმარი უკვე მესამე წელია. ტრადიციულად შეგვიძლია თქვა. შენ როგორც ტრადიციების მქონე ადამიანი საახალწლოდ გულისხმობ ჩვენთანაც ესე ტრადიციულად მე ძალიან მიხარია რომ მოვდივარ თქვენთან და ვუზიარებ ჩვენს მაყურებელს ტრადიციებს, ტენდენციებს და ასე შემდეგ. ძალიან სასიამოვნოა და მოდი მოგვიყევი ჩვენ თვალს ვადევნებთ ჩვენ სოციალურ ქსელს. ძალიან ლამაზად მორთო წელსაც ნაძვისხე და საერთოდ საიდან მოდის ხოლმე ინსპირაცია, როგორ ემზადები, როგორ სადეცნობი და როგორ დგამ მე უკვე საბოლოოდ როგორ წყვეთ შენ ლამაზ დეკორაციებს. ნუ ესე იგი ისეთი დღესასწაულია ჩემთვის რომ აი წელი რომ იწყება უკვე ვიწყებ შემდეგი წლისთვის ხო რა აბა ნუ რა გავაკეთო როგორ გავაკეთე იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს და დღესასწაულია ჯერა იმის რომ აი როგორ შევხვდები და რა განწყობითად ვემზადები ამ ყველაფერს აი ღრმად მწამს ესე რომ ვთქვა აი ზუსტად ისეთი წელი იქნება და ნამდვილად ესე არის განსაკუთრებულად ჯადოსნური პერიოდი იწყება თქო სულ ესე ვიძახი და მე შესაბამისად ვემზადები ჩემი ვიდეოს არ ვიცი გადაღებით და ეს კიდევ ცალკე ტრადიცია მოხევი როგორ გაემზადები ნუ ვემზადები ნუ გარდა იმისა რომ მივდივარ და ჩემ უნდა შევიძინო ეს ყველაფერი ჯერ უნდა გადავხედო სოციალურ ქსელებს ნუ რა არის ტრენდი ვცდილობ რომ არ გავიმეორო წინა წლის დეკორაცია დაუშვათ და ნაძვისხეზე არის ყველაზე მეტი აქცენტი მაინც შაშა მქონდა ბაბთად უგახსოვთ და ძალიან ტრენდული იყო და წელსაც არანაკლებ ტრენდული ერთი დიდი ბაბთა ჩემი ტრადიცია არის ბუნებრივი ნაძვისხე ქოთანში აუცილებლად უნდა შევიძინო წავიდე სპეციალურად აქვე თქვენთან ახლოს იყიდება და მყავს რამდენიმე ადამიანი ვისაც ძალიან ვენდობი და ვყიდულობ მაქვს ეს ნაძვისხე ის რაღაცა საზეიმოდ ცოცხალი ნაძვისხე ტოტების განაწყობილი თუ დაფესიანებული მიწაში კი ქოთნით მოაქვთ ნაძვისხე და შემდეგ უკვე გადარგვა ხდება ამ ნაძვისხის მეტნაკლებად ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია იმიტომ რომ აქ უკვე დამოკიდებულია რამდენად რაღაცა ახალი ან თვითონ ნაძვი მაგრამ ძალიან ვცდილობ და ხელს ვუწყობ რომ ამ ნაცვლად მოვლა უნდა მთელი დღე ანუ აივნის კარი ღია არის მოწყვა ანუ აი ეს ახლა რაც მოყევით მეც ნევავანს
ოჯახი როგორ ეგუება ამ ყველაფერს ამრიაო სამაღალო ცდილობს ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო პროცესია რომ ცდილობს ყველანაირად ყოველთვის ნაძვის ხეს მარიამის ნაძვის ხეს მარიამ გადაღების პროცესში თქვენ მხოლოდ მარტო იღებთ ხოლმე თუ მიყვარს მიყვარს რომ მარტო ვიღებ ჩემი შვილსაც კი სახლიდან ვუშვებ მარტო ჩემი კეტები სახლში ჩემ თავთან რომ მე თვითონმე გადავიღო ეს ყველაფერი და არ შემიშალოს ხელი იმიტომ რომ რაღაცა მიყვარს რომ კონცენტრირებული ვარ ნუ თითოეულ დეტალს აქვს თავის მნიშვნელობა მაგიდაზე მარიამის მაგიდაც განსაკუთრებულია ვისაც გვინახავს პატარ-პატარა სახლები რომ გქონდეს საინტერესოა ის როდესაც ტრენდებზე საუბრობთ ხო მაგალითად ძალიან ბევრი სოციალურ ქსელებში წერენ რომ ელოდება ყველა როგორ მორთავს ამერიკის პირველი ლედი აი სასახლეს ხო და ამითი ამკვიდრებს ტრენდს აი მაგალითად ჩვენ უკვე ვნახეთ როგორ მიიღო ნაძვისხე ვიდეო გავრცელდა და როგორ დაახდა ურემზე ეტლით ცხენებით როგორ ხო ზოგი იმას უყურებს ზოგი კაბას უყურებს ზოგი ნაძვისხეს და ასე შემდეგ არის ვინმე ასეთი აი ვისაც ელოდებით რომ აი ის რას იტყვის არა კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში ესეთი არავინ არ არის უბრალოდ მეტნაკლებად სოციალურ ქსელს ინფლუენსერები აი ცნობილი ადამიანები დაუშვათ რომ რავენ მაგრამ ისი ადრე ვიწყებ მეც ნაძვისხის მორთვას პირველ დეკემბერს უკვე ვიდეო დავდე კიდე სექტემბერში არ დგავს ისე ნუ იმდენ იმხელა რესურსს და ისე ვემზადები რომ აი ორი კვირის გამო ძალიან მენანება რომ ყოფილი და მე ეს გარე ისეთი სიმყუდროვია სახში საერთოდ არ მოგვიხევი ხა მაშინ წლევანდელი ტრენდი გადავიდეთ აი კონკრეტულად წლევანდელი ტრენდი აი ესე განსაკუთრებულად რა იყო ხო აი ხავე გეტყვით აი ესე განსაკუთრებულად აი ეს არის ტრენდი და ესე უნდა გავაკეთოთ არა მაგრამ შარშანდელის მსგავსად დიდი ბაფთები წელსაც ინარჩუნებს აქტუალურობას ასევე უბრალოდ განათებული მინიმალისტური ნაძვისხე რომელიც ძალიან ლამაზია და ცოტა მეტად რო შევმატოთ წული მთლიანად გადაფარებული ნაძვი და ძალიან მომწონს სხვათა შორის იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად იმხელა ნაძვისხე მაქვს რომ ძალიან რთული ამდენი სათამაშოს მოგროვება ნუ წლები უნდა და ნატურების ხარჯზე ხდება ნატურების ხარჯზე და აი ეს რაღაც გასი რესპონდენტი არ მყოლია არასდროს ეს შენი ნაძვისხე გავს პატარ ძალს წელს უკვე დიდი ყვავილები არ ვიცი რაღაც ეს ხელნაკეთია ეს ყვავილები საოცარი ისტორია ამ ყვავილებს მოკეთ ერთადერთი აი ფოტო ვნახე სოციალურ ქსელში ინსტაგრამზე რომ ეს ყვავილები ქონდა ძალიან დიდი გაკეთებული და ნუ ძალიან მომეწონა და დავიწყე ფიქრი ხა თბილისში სად ვნახო ესე უცებ ეს ყვავილი და აი ამის ფიქრში ვარ და Facebook-ზე შევედი და უცებ რეკლამას მიგდებს ერთ-ერთი მაღაზია აი შეგეშინდა შემეშინდა გარდა ისე გავბოდი რომ აი გაყიდული არ და ჩემი გარდა ჯერ არავის არ ქონდა მაგაზე ფიქრი დაწყებული რა თქმა მე არ ვიცი დღეს ახლა იმ მაღაზიაში კიდევ არის თუ არა შემოიტანე მაგაშერეს მე რატომ ეცინდება ისტერიკა რატომ აქ იცი ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს სამში მეც ასე გაგვიქვა ნაძვისხეს ჩემი ცოლი ცალკეზის და რაღაცეები გამოიწერა 100,000 სათამაშო მე რაღაცეებზე გავმივა ხო და აი ეგ უფრო საინტერესოა აუცილებლად განწყობა ჩვენ თვითონ შევიქმენით და მეთახვები მარიამს იმაში რომ როგორც შეხვდები ახალ წელს მეც მჯერა მაგის რომ მე მთელი წელი ესე გაატარე ნამდვილად მარიამ ბავშვები პატარები ყავთ თუ დიდები მე მყავს ერთი ბავშვი 11 წლისა მაგრამ ჩემი ძმისშვილები და დიშვილები რომლებიც ძალიან მაგრამ ისე ვუფრთხილდები ამ ყველაფერს ძალიან ახლოს მიკარებათ ხობე მარიამ შემდეგ აღმოაჩინე ყვავილი Facebook-ზე გავაგრძელოთ მორთვა შენი ლამაზი ამ ყვავილზე სასწრაფო შებიძინე ეს ყვავილი მობაბრძანე სახში და გახარებული აი ვარაუდით აი კარგი იქნება თუ აი რაღაცა ისე ბოლომდე როა მობაბრძანე და გავაბრძანე ნაძვის მაგრამ ნაკლებული არ არის მოხდება ძალიან ლამაზი გამოვიდა ესეთი აი ესეთი ინსპირაცია იყო ხა აქედან წამოვიდა ინტერესზე უყურებ ხოლმე თუ უფრო სად უყურებ ალბათ უფრო ინსტაგრამზე ჩემი ნახევარი ცხოვრება უკვე ინსტაგრამია და ხო რაღაცა მეტნაკლებად ინსტაგრამზე არის ბაბთაც შემეძლო რომ გამეკეთებინა უბრალოდ რადგან რაღაც პასუხისმგებლობა ავიღე უკვე იმიტომ რომ ყოველ წელს ჩემი გამომწერები მეგობრები ახლობლები ოჯახი რაღაც ყველა ელოდება აბა წელს რა გექნება და ეს რომ ეს კომენტარები რომ გესმის აბა წელს როგორ ველოდებით რა გექნება და შენ ამას გზნობ რომ ვიღაცეები გელოდებიან მეუბნებიან და წერენ და მეც უკვე ძალიან პასუხისმგებლობა და მეგობრები თუ იღებენ შენ გარჩევებს როგორ მორთვან სახლი კი აუცილებლად მე მაგიტომ ადრევე ვდგამ ამ ყველაფერსო თუ ჩემი იდეა მოეწონებათ და რავი
ჯერჯერობით მეგონი წარმატებით ვანხორციელებ ამ ყველაფერს. ხო, მაგრამ ეს შეგიძლიათ დაირბინოთ ესე მეგობრები და მორთოთ მაგათი ნაძვისხები. ჯერ მაგამდე არ მისულხარ. მაგრამ აი ყველაფერი შემიძლია დეტალურად იცი რა მითხრა კითხვა, მაგალითად გადაწყვიტე რომ წელს ერთი მხოლოდ თეთრი წვილი გადააფარე შენს ულამაზეს ნაძვს. შესაბამისად მთელი დეკორაცია აი ამ ფერებშია, აღარ ურებ თქვა აი წითელს, ან ისფერს, ან რა ვიცი ოქროს ფერს, ერთ ფერში მიყავს ფერი. არა, ნამდვილად არა. მე ვცდილობ რომ სახლი ყოველთვის მოვირთო, არა მარტო სახალხო, ზოგადად ჩემთვის სასიამოვნო ფერებში. მე არ მიყვარს ესეთი როგორ თქვა, აი მყირალა ფერები, უფრო მეტად მიყვარს აი რაღაცა პასტელური ფერები, აი ოქროს ფერიც, აი ჩემ სახლის დეკორში, ეხლა სახალხო დეკორში ნამდვილად არის ოქროს ფერი, მაგრამ იცით აი 7 ოქროს ფერი. ამიტომ მიყვარს ეს ფერი, თუმცა წელს ბურგუნდის ფერი ძალიან ტრენდულია. ხო, აი მე ფერები გამოიწერა. ძალიან ტრენდულია ასევე, მაგრამ ნახეთ, აი ეს უკვე გემოვნების ამბავია, ძალიან ლამაზია. ვის რა ფერი ამშვიდობს, ვის რა ფერი სიამოვნებს. მაგიტო ვიცახი, რომ აი არ არის რაღაცა გამოკვეთილად, რომ აი ეს და ეს ფერი არ გავაკეთოთ და ეს დაუშვათ, ოქროს ფერი გავაკეთოთ და ბურგუნდის ფერი არა. ძალიან მოგწონს ესეთი სტილი, ხო? ჩვენი ასტროლოგების ჩვენებსაც ალბათ ვითვალისწინებს რა ვცდილობ რომ გავითვალისწინო. ვცდილობ რომ გავითვალისწინო მეტნაკლებად ახალი წლის ჩაცმულობაში. ნუ ის პირობა ვერ შევასრულე რა დღეს უნდა დავდგათ ნაძვის ხე. ნუ ესეც ძალიან აქტიურად არის წელს ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ ხო, რა დღეს დადი, ხო, აი რომელიც დადგა უკვე. ამდენი აღარ ვიცი და მოდი მარიამ თან გავაგრძელოთ საუბარი და გადავიდეთ ნაძვის ხეს და ჩვენი ნაძვის ხეც ჩვენს მაყურებელსაც ვაჩვენოთ რომ აი ესე მინიმალისტურად როგორ შეიძლება სახლში მორთო ნაძვის ხე. მარიამის დღეს ყველას ბაფხე. დღეს ექნება ლამაზი და თან ვიკითხეთ აკო რომ მწვანე ფერით ძალიან აქტუალურია წელს აი მაგიდაზე რომ თქვა დეტალები გქონდეს რა მუქი მწვანე არის ძალიან აქტუალური და ასევე მოდი ვისაუბროთ ჩაცმულობაზეც არა მარტო ნაძვის ხეზე. მარიამ მოგვეცი რჩევები ჯერ როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე და მე როგორ შევხვდეთ ახალ წელს. მე წელს თქვენ მოგიტანეთ ბაფთა, ესეთი ლამაზი ბაფთა, რომელიც ძალიან მინიმალისტურია, თუმცა სადღესასწაულო განწყობას ნამდვილად ქმნის და ვეცდები რომ ხა ლამაზად დავამაგრო ეს ბაფთა მაქსიმალურად გაშლილად. გოდერძიმ ეხა კითხვა მაქვს, ეს ბაფთა ვინმე შეგიკერა, ესე შეიძინე. რა თქმა უნდა, შევიძინე, წავედი, შევიძინე. ნაჭერი, პირველ რიგში, წავედი ჩემს საყვარელ მკერავთან და შევაკერინე. ცოტა გაუგნებული მიყურებ და რო ანუ მაგრამ ყველაფერი დაგიდა. მაგრამ შეძლო და ძალიან ლამაზი და ძალიან დიდი მოწონება. იოლია. დაიმსა. ბაფთა და უკვე ნაძვის ხე და როგორ იყოს ეფექტური ჩვენი ნაძვის ხე და ასევე ძალიან გაპრანჭული ნაძვის ხე სადა. ჩვენ წარმოგიდგენია. ძალიან მიყვარს აი ესეთი მინიმალისტური თან ცოტა ვინტაჟურიც არის ესე მგონი. მინდოდა მე თქვა ეს და მე სხვათა შორის კიდე ვიცით რა მიყვარს აი ძველი სათამაშო მიყვარს აკროვე მე კოლექცია მაქვს. გიჟდები ძველ სათამაშოებს. სილაყවත් მაყურებელი ამ სიუჟეტს იმედის დილაში ნახავს რა სათამაშოებს ინახავს გოდერძი. გერმანული იმიტომ ნაძვის ხე და ხო ძველი ხო წარმოების, მაგრამ მაგ ძველ სათამაშოებს ცოცხალი ნაძვის ხე უფრო უხდება. ცოცხალი ნაძვის ხე მე ძალიან მიყვარს და უცხოეთში არის ამის ტრადიცია, რომ აი ცოცხალ ნაძვის ხეები მოაქვს და დგამენ. აი სპეციალური სათბურები არის ალბათ სადაც გამოყავთ. მე მაგალითად ხე არ უნდა გაჩეხო, წარმოუდგენელია, მაგრამ სპეციალურად ხო შეიძლება მე მაგალითად იმედის გმირებში გადამიღია დანიელი ქალბატონი, რომელსაც რაჭიდან მიქონდა ნაძვის ხის თესლი და იქ მეურნეობებია და ამრავდა ყველა ცოცხალ ნაძვის ხეს. ეს ჩვენთან არის რომ ნაძვის ხის მოჭრა არ შეიძლება, იმიტომ ჩვენ მეურნეობები არ გვაქვს. მაგალითად ნიუ-იორკში იქ როგორ არის ისი 31 ისე რა აღნიშნავენ. ნაძვის ყუთებთან ისეთი ცოცხალი ნაძვის ხეები იყო, ლამის ნიუ-იორკიდან მოვზიდე ისეთები იყო. მარიამ, რას დაქმებდი შენ ნაძვის ხეს? ამასობაში ნაძვის ხეც და მოვიფიქრო. თქვენ წარმოგიდგენიათ რას დაარქმევდი ნაძვის ხეს? თქვენ ისეთი გაპრანჭულია. ვინ არის შენი ინსპირაცია? მარტო არის სახში და ნაძვის ხეს ეს კონკრეტულად აი ვერ გამოვყოფ, აი ვინ არის, ან რა არის ჩემი ინსპირაცია. აი საიდანღაც მოდის ეს ინსპირაცია. ეტყობა იმდენს ფიქრობ ამ ყველაფერზე, რომ აი რაღაცა გონება მეხსდება განსაკუთრებულად და მოდის შესაბამისად რაღაცა ეს არ ვიცი იდეები. ძალიან
გამოცდილება გაგვიზიარეთ დღეების და რიცხვების მიხედვითაც საინტერესოა რომელ ამას ახლა დღეს რამე რომელ რიცხვში ფერადი სათამაშო არ მოუხდებოდა აი მე მაგალითად ფერადი არ მომეწონებოდა. აი ჩემთვის ეს არის ყველაზე დახვეწილი და გემოვნების ამბავია. რეალურად ამას ბევრნაირი მოუხდება. მაგრამ აი მართლა არის გემოვნებაც. ვიღაცას ერთ ტონში სადათ მოეწონება, ვიღაცას და თაკოს ჩაცმულობას ძალიან უხდება ეს. მეც დღეს ნაძვის რაღაც ეს არის მინიმალისტური სტილი, ჩემი აზრით ეს რაღაც მინიმალისტური სტილი, როცა არ გინდა რაღაცა ბევრი ფერი იყოს შემოტანილი, ჩემთან ძალიან ახლოს არის ეს სტილი შესაბამისად. მე ძალიან მოწონს ეს სტილი. სკანდინავიური ფერები. გვითხარით, ბარემ ახალ წელს რა ფერ შეაპირებ რომ შეხვდე? ახალ წელს ვაპირებ რომ შევხვდე ოქროსფერ ჭყვიალა სამოსში, შაშან ვერცხლისფერში ვიყავი, მაგრამ წელს ასტროლოგებმა გვირჩიეს რომ რა შეიძლება ჭყვიალა და რაღაც ოქროსფერ ტონებზე გავაკეთოთ აქცენტიო და ალბათ ფიქრობ ჯერ არ მაქვს შეძენილი, აუცილებლად ტრადიცია მაქვს რომ ახალი უნდა მეცვას, ახალ წელს უნდა შევხვდე რაიმე ერთი ნივთი, ანუ და ან სამოსი ან ფეხსა და რაღაცა აუცილებლად უნდა აქსესუარი აუცილებლად უნდა იყოს ახალი და ეს არის ჩემი ტრადიცია და არ ვარღვევ ამ ტრადიციას და კიდე ერთი ტრადიცია გაქვს, აუცილებლად მინდა მოვასწრო და ვკითხო ამ თემასთან დაკავშირებით ბედობაზე, რომ მოგვიყვე. ბედობაზე მაქვს ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მასწავლა 10 წლის წინ დაახლოებით და 10 წელია ვაკეთებ. წელსაც რა თქმა უნდა არ დავარღვევ ამ ტრადიციას. ეს არის ბედობის ტრადიცია ბარაქის. ორში უნდა წახვიდე და აუცილებლად შეიძინოთ ან საფულე, ან ჩანთა. რაღაცა მთელი წლის ბარაქის სიმბოლო არის და რა ვიცი, მე ყოველ წელს მივდივარ, არ მეზარება, არ მავიწყდება და აუცილებლად უნდა შევიძინო. როგორ მოქმედებს ეს ტრადიცია? კარგად. ძალიან კარგია ხა და კარგია როცა კარგ ჩანთასთან კარგ საფულეს ჩვენ მაგალითად კარტოფილს ვყიდულობთ ორში ან სტაფილოს. თავზე უკეთებ ხოლმე რამეს თუ აღარ არის უკვე საჭირო. ეს ფაქტა უკვე თავიც არის და მე მგონი ამაზე მეტი აღარ დაჭირდება. მე მგონი არაფერი. ეხლა ამას ბევრი განათება უნდა რომ უფრო მეტად წამოვიდეს რაღაცა სინათლე, უფრო მეტად აი ესეთი მჭიდროდ და მარიამ, აი თბილ განათებას გვირჩევთ თუ ცივ განათებას? აი ჩემთვის ეს ფერი ყველაზე ჩემთვის მისაღებია. თბილი განათება ყველაზე მისაღებია. და ასევე მინდა კითხო ეს განათების დამაგრება რომ გვასწავლო და ასწავლო მაყურებელს აი ბევრს როგორ ახვევენ ხოლმე ყველა ტოტზე რო ამ არის წერტილოვანი განათება რომელიც არის ულამაზესი, მაგრამ ძალიან შრომატევადია ამის მეც მაგ ერთი შეკითხვა დამასწრებია. თქვენი ნაძვის ხე კედლის მხრიდანაც მორთულია? კი. განათებით მე ძირითადად განათებით შემოვიყვანე. და როგორ ამაგრებ ეს ყოველ ტოტზე? ნუ ვცდილობ რომ ძალიან მჭიდროდ იყოს, მაგრამ ეს ყოველ ტოტი ძალიან მჭიდროდ, იმიტომ რომ ძალიან კედლის მხრიდან ყველაზე გლახა სათამაშოს რო კიდე და ან ძალიან ცოტა. მაინც ალბათ ცოტა სათამაშო რო იყო და ეხლა უკვე ისეთი იმდენი სათამაშო და ნებისმიერ ფასად შეიძლება ადამიანმა შეიძინოს და ნებისმიერ ფასად მორთოს ნაძვის თავი არის მართლა სურვილი და მონდომება, თორემ მართლა ნებისმიერ ფასად შეგვიძლია რომ მორთოთ და ვეთანხმები მარიამს რომ განწყობამდე შევიქნათ ჩვენ თვითონ შევხვდეთ მაღალი განწყობით ახალწელს და შემდეგ მთელი წელიც ესე გავატაროთ. მარიამ ძალიან დიდი მადლობა, ულამაზესი ნაძვისხეა და ვფიქრობ შენი ნაძვისხე გახდება ბევრისთვის ინსპირაცია, შთამაგონებელი იქნება შენი გამიხარდება ტრენდი და მომავალ წელსაც გელოდები. აუცილებლად ტრადიცია ჩვენს გვქონია. დიდი მადლობა მარიამს და მარიამს, გემშვიდობები. მადლობა თქვენ მოწვევის. მადლობა.